ბეტი და ბარნი ჰილის ინციდენტი. ნიუ-ჰემფშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. 1961 წლის 19-20 სექტემბერი. ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელიც შვებულებიდან ბრუნდებოდნენ კანადიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ღამით, მანქანით მოგზაურობისას ცაზე შენიშნეს ნათელი, მოძრავი ობიექტი, რომელიც თითქოს მათ მისდევდა. მოულოდნელად ობიექტი ჩამოვიდა დაბლა და გზის შუაგულში გაჩერდა. ბარნი მანქანიდან გადავიდა და ბინოკლით დააკვირდა. როგორც შემდეგ თავად აღწერა, დაინახა არამიწიერი სახეები, დიდი თვალებითა და მუქი ტანის ფორმებით. ამის შემდეგ მათ მეხსიერებაში სიცარიელე გაჩნდა. მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ ტანსაცმელს უცნაური ლაქები ჰქონდა და ორივე ძლიერი შფოთვით იტანჯებოდა. ამის გამო რამდენიმე თვეში მათ ფსიქიატრს მიმართეს. ჰიპნოზის სესიებზე ორივემ ცალ-ცალკე აღწერა მსგავსი სცენარი. უცხო არსებებმა მანქანიდან აიყვანეს მრგვალ ხომალდში, ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები, ტელეპათიურად ეკონტაქტებოდნენ. ბეტი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთმა არსებამ მას აჩვენა ვარსკვლავების რუკა, რომელიც აღწერდა, საიდან მოვიდნენ ისინი. მოგვიანებით მან ეს რუკა დახატა. ბეტის მიერ დახატული რუკა წლების შემდეგ ასტრონომმა მარჯორი ფიშმა დააკავშირა ზეტა რეტიკულის სისტემასთან. ორმაგ ვარსკვლავთან, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ბეტი და ბარნი ჰილები ითვლებიან პირველ ადამიანებად, რომლებმაც საჯაროდ გააჟღერეს უცხო პლანეტელთა მიერ გატაცების ისტორია.